პოზიტიური მშობლობა. თანამედროვე განვითარების ფსიქოლოგია მშობლობას აღიქვამს არა როგორც წესების სისტემას, ან ბავშვის ქცევის მართვის პრაქტიკას, არამედ როგორც კომპლექსური ურთიერთობების პროცესს, სადაც ბავშვის როგორც ფიზიკური, ისე შემეცნებითი და ემოციური განვითარება ხდება მშობელთან ყოველდღიური ინტერაქციის გზით. მშობლობა ერთგვარი თანარეგულაციაა, თანააღზრდაა, სადაც ბავშვთან ერთად, მასთან ურთიერთობის პროცესში ვსწავლობთ, ვითარდებით, ვიძენთ ემოციურ ცნობიერებასა და ვაფორმირებთ სოციალურ თუ ქცევით მოდელებს. ჩვენი მშობლობა ხშირად იწყება იქ, სადაც ჩვენი მშობლებისგან მიღებული გამოცდილება დაუმუშავებელი, გაუაზრებელი რჩება. ჩვენ ყველანი საკუთარი ბავშვობიდან მოვდივართ. შესაბამისად, უკვე მოზრდილობაში, როცა თავად ვხვდებით მშობელი, ხშირად ვიმეორებთ საკუთარი მშობლების სტილს, ან ვცდილობთ საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდეთ, მაგრამ ზედმეტი კომპენსაციის ფასად. ორივე გზა ავტომატური რეაქციების ნაწილია, თუ მათი მოტივები და შინაარსები არ არის გააზრებული. როგორ გვექცეოდნენ ბავშვობაში ჩვენ, გავლენას ახდენს იმაზე, როგორ მოვექცევით ჩვენ შვილებს და ეს ავტომატური ქცევები ხშირად დაკავშირებულია დაუმუშავებელ გამოცდილებებთან და ემოციებთან. პოზიტიური მშობლობა და პოზიტიური ინტერაქციის სტრატეგიები. თანამედროვე ფსიქოლოგიაში ძალიან ხშირად ვსაუბრობთ აღზრდის პოზიტიურ სტილზე, რომელიც ძალიან ჰგავს და ბევრ ასპექტში იმეორებს ავტორიტეტულ აღზრდის სტილს, თუმცა მეტად ფართია და სხვა ასპექტებსაც მოიცავს. პოზიტიური მშობლობა გულისხმობს ბავშვის აღზრდას დისციპლინით და მორალური ღირებულებების გაზიარებით, სადაც ბავშვის სურვილები და ემოციები გაზიარებული და მიღებულია. ქცევა კი რეგულირდება წესებით და ჩარჩოს შემუშავებით. როგორია პოზიტიური მშობელი? პოზიტიური მშობელი არის გიდი, მასწავლებელი, რომელიც ეხმარება შვილს თვითკონტროლში, საკუთარი თავის ამოცნობაში და არსებულ პრობლემებთან გამკლავებაში. პოზიტიური მშობელი პირველ რიგში მართავს საკუთარ ემოციებს და ინარჩუნებს სიმშვიდეს, ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი. ძალადობის და დასჯის ნაცვლად იყენებს თანამშრომლობას და თანაგრძნობას ბავშვის აღზრდის პროცესში. ხშირად მშობლებს ეშინიათ მისცენ შვილს მეტი უფლებები, არჩევანის თავისუფლება, მეტი დამოუკიდებლობა, რადგან გონიათ, რომ ასე დაკარგავენ მათზე კონტროლს და გაუჭირდებათ მათი ქცევის მართვა. პოზიტიური მშობელი ამისგან განსხვავებით საშუალებას აძლევს შვილს თქვას არა. საშუალებას აძლევს ბავშვს ღიად გამოხატოს თავისი შეხედულებები, ემოციები თუ სურვილები. იგი ქმნის გარემოს, რომელშიც ბავშვი, მოზარდი თავს უსაფრთხოდ გრძნობს. მან იცის, რომ აქვს უფლებები და არჩევანის თავისუფლება. პოზიტიური მშობლობა, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ბავშვს ყველაფრის უფლება აქვს. ისე იქცევა, როგორც თავად სურს, თუმცა სრული აკრძალვა და მოთხოვნების კორექტირება ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. პოზიტიურ მშობელს საკუთარ შეხედულებებთან თანხვედრაში მოყავს შვილის სურვილები, რაც გარდა იმისა, რომ ბავშვს, მოზარდს სამართლიანობის განცდას უჩენს, თანამშრომლობასაც ასწავლის მას. ემოციების რეგულაცია, მშობელი როგორც მოდელი. სოციალური და ემოციური უნარების განვითარება თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს. აკადემიური წარმატება უდავოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ სულ უფრო მეტად ვაცნობიერებთ, რომ ბავშვების მომავალი წარმატება და ბედნიერება განისაზღვრება არა მხოლოდ მათ მიერ შეძენილი ცოდნით, არამედ იმ უნარებით, რომლებითაც ისინი სამყაროსთან ურთიერთობენ და საკუთარ თავს შეიცნობენ. სწორედ ამაზე ახდენს გავლენას სოციალური და ემოციური უნარების განვითარება. რა არის ემოციური რეგულაცია? ემოციური რეგულაცია არის ბავშვის უნარი, გააცნობიეროს, გამოხატოს და მართოს თავისი ემოციები ისე, რომ ეს სოციალურად მისაღები და სიტუაციისთვის შესაბამისი იყოს. ეს არ ნიშნავს ემოციების დათრგუნვას ან გაქრობას, არამედ იმის სწავლას, თუ როგორ გამოხატო ისინი ჯანსაღად და კონსტრუქციულად. რა უნარები სჭირდება მშობელს ბავშვის დასახმარებლად? ბავშვის ემოციური რეგულაციის ხელშეწყობისთვის მშობლის მხრიდან საჭიროა რამდენიმე მნიშვნელოვანი უნარი. საკუთარი ემოციების რეგულირება. ბავშვები მშობლებს ბაძავენ,
თუ მშობელს შეუძლია მშვიდად და კონსტრუქციულად გაუმკლავდეს საკუთარ ემოციებს, ის საუკეთესო მაგალითს აძლევს შვილს. ემპათია. ბავშვის ემოციების გაგება და გაზიარება, თუნდაც მისი რეაქცია გაუგებარი იყოს. ეცადეთ დაინახოთ სამყარო ბავშვის თვალით. აქტიური მოსმენა. ყურადღებით მოусმინეთ ბავშვს. მიეცით საშუალება გამოთქვას თავისი გრძნობების შეფერხების გარეშე. მოთმინება. ემოციური რეგულაციის სწავლა დროისა და პრაქტიკის საქმეა. ნუ მოელით მყისიერ შედეგებს. თანმიმდევრულობა. დაწესებული წესები და საზღვრები უნდა იყოს თანმიმდევრული, რათა ბავშვმა იცოდეს, რას უნდა ელოდეს. პოზიტიური განმტკიცება. შეაქეთ და წაახალისეთ ბავშვი, როდესაც ის ცდილობს ემოციების მართვას, თუნდაც მცირე პროგრესს მიაღწიოს. თანარეგულაცია. ბავშვი ვერ ისწავლის თვითრეგულაციას, სანამ მშობლის რეაქციები მას არ ასწავლის მოდელირებით. სწორედ ეს არის თანარეგულაცია. როდესაც მშობელი ამბობს დამშვიდი, მაგრამ თვითონ გაღიზიანებულია, ბავშვი სწავლობს დაძაბულობას, არა სიმშვიდეს. თანარეგულაციის დროს მშობელი ინტერაქტიულად აფერხებს ბავშვის ემოციურ აფეთქებას. ეს მიმდინარეობს მულტიმოდალურად: ხმა, შეხება, სხეულის პოზა, თვალის კონტაქტი. გახსოვდეთ, რომ ემოციები გადამდებია, როგორც ჩფოთვა, ისე სიმშვიდე. პრაქტიკული რეგულაციის ტექნიკები მშობლისთვის. სუნთქვის ტექნიკა. ჩასუნთქვა 4 დათვლა, სუნთქვის შეკავება 4 დათვლა, ამოსუნთქვა 6 დათვლა. მისი გამოყენება სტრესულ სიტუაციაში ამცირებს ვეგეტატიურ აქტივაციას. პაუზა 3-5 წამი. რეაგირებამდე მცირედ შესვენება დამცავი მეთოდია. ხანდახან ამის გამოყენება საკმარისია, რომ ემოცია გაიფანტოს ან შენელდეს მაინც. ემოციის დასახელება. ვხედავ, რომ ძალიან აღელვებული, გაღიზიანებული ხარ. დასახელება ეხმარება ემოციის ამოცნობას და ამცირებს ამიგდალას აქტივობას. პოზიტიური თვითსაუბარი. ეს მხოლოდ ემოციაა, რაც გაივლის. საკუთარი რეგულაციისთვის დამხმარე სიტყვები. მშობლის რესურსები და გადაღლის პრევენცია. ემოციური ავზი. მშობლის ფსიქოლოგიური რესურსი არის ის ავზი, საიდანაც მოდის თანარეგულაცია. თუ ავზი ცარიელია, რეგულაციის შესაძლებლობა შესუსტდება. კვლევების მიხედვით, მშობლების ქრონიკული სტრესი უკავშირდება ბავშვების ქცევით პრობლემებს უფრო მეტად, ვიდრე თვითონ აღზრდის სტილი ან ბავშვის პიროვნული თავისებურებები. თვითზრუნვის 3 დონე. ფიზიკური, ძილი, კვების რეგულარული რეჟიმი, ფიზიკური აქტივობა. ფსიქოლოგიური, განსაზღვრული საზღვრები, დღიური და საკუთარი საქმის ორგანიზება, დრო საკუთარი თავისთვის. სოციალური, პარტნიორის მხარდაჭერა, მეგობრები, ოჯახის მხარდაჭერა, სოციალური აქტივობები. თანამედროვე გაგებით, მშობლობა არის ერთობლივი სწავლება, რთული ემოციების მართვა, ურთიერთობის ფორმირება და თანაცხოვრების უნარი. საკუთარი ბავშვობის გააზრება, აღზრდის სტილის ცოდნა და რეგულაციების უნარები ქმნის მშობელს, რომელიც არ არის სრულყოფილი, მაგრამ არის საკმარისი, თანმიმდევრული, ჩართული და ემოციურად ხელმისაწვდომი. ეს არის მშობლობა, რომელიც რეალურად ავითარებს ბავშვს, არა შიშით, არამედ ურთიერთობით. მშობლობა არის დინამიური პრაქტიკა, საკუთარი ბავშვობის გააზრება, ტრიგერების აღმოჩენა და პრაქტიკული რეგულაციის ტექნიკების გამოყენება ეხმარება მშობლებს უფრო შემოქმედებითად, სტაბილურად და თანაგრძნობით მოეკიდონ შვილებს.